მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას მეორე არხის პირდაპირ ეთერში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს. თბილისის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქეთი ქოჩორაშვილი და მამუკა გუგეშაშვილი მოგესალმებით, გმადლობ ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით. გმადლობ ბატონო მამუკა, საუბარს თქვენგან დავიწყოთ. თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა. საკრებულოს უმცირესობისა და მერის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ბიუჯეტის მიღებას მიესალმებიან, თუმცა კიდევ არსებობს შენიშვნები, რომლებიც მათ ბიუჯეტის პროექტის მიმართ აქვს. თქვენ როგორ აფასებთ ზოგადად 2014 წლის დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს? მადლობთ. მივესალმები მაყურებელს. ბოლო როგორც იქნა ეგრეცად დედაქალაქის ბიუჯეტი, ეს ჩემის აზრით იყო ძალიან გაჯიანურებული და ვიცით თვითონ საკრებულოს თავმჯდომარის და მისი გუნდის მიერ აგორებული თემა, რომელიც ფაქტურად ჩემის აზრით მიზეზიც კი არ იყო ესეთი, რომელიც ისწავლეთ, აი გამოიწვია ამ ხელ აჟიოტაჟი, მაგრამ დღესდღეობით რო არ ვილაპარაკოთ წარსულზე და რაც რაღაც ფაქტურად მე მგონი ამ ეტაპზე ვეღარც უშველით. ყოველ შემთხვევაში ერთადერთი არის ის შველად შეიძლება რა არის რამოდენიმე თემა, რომელიც ჩემის აზრით ძალიან აწუხებს მოსახლეობას, არის ეს სოციალური დახმარების კუთხით, მაგალითად წამლებზე, მედიკამენტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა არის თვითონ ჩემ რაიონში, მე სადაც ვარ ახლა თვითონ დეპუტატი, მოქმედი დეპუტატი სანზონაში და თვითონ ნაძელადევის რაიონი. შემოდის გამგეობაში უამრავი წერილი. უამრავი ადამიანი ეთხოვს როგორც წამლებზე, ასევე საოპერაციები თითქმის ძალიან ბევრს დავადებარი და გახშირებული. მიმართეს რამოდენიმეჯერ ახლა შემთხვევა მქონდა 4 თვეას ჯანმრთელობის სამინისტროს და ვერაფინანსებენ, არა და გადაუდებელი ოპერაციებია, ამიტომ თითქმის ყველაფერი დაწოლა მოდის გამგეობებზე. ჩვენთან შემოდგომლობას გთხოვენ, ჩვენას შემოდგომლობას ასე თუ ისე რაღაცას ვაკმაყოფილებთ, ჩვენთან რაც არ შემოდიოდა, ისედაც ადიოდა გამგეობაში და გამგეობიდან პირდაპირ შეძლებს და გვარად ეხმარებოდნენ მოსახლეობას. ეს თემა წინა საკრებულოს ხდომაზეც დავაყენეთ. ახლა არის ესეთი ძალიან ფაქტურად წავედით შორეულ წარსულში რა. თითქმის მთელი პროცედურები უნდა გაიაროს მოქალაქემ. პირდაპირ რო ვთქვათ, უნდა შემოიტანოს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტიდან უნდა გადავიდეს გამგეობაში. გამგეობიდან გადის მერიაში, ეგრეთ წოდებული კაცარავას სამსახურში, კაცარავას სამსახურმა უნდა გაიაროს კომისია. აქ უკვე იყრის წარმოიდგინეთ, თვითონ მერიაში რამდენი წერილი შედიოდა, ამის გარდა ახლა დაემატა 10 რაიონის მთელი ეს წერილები და შედის რაღაც უზარმაზარი თანხაზეა ლაპარაკი, რომელიც დახმარებას ეთხოვს ეს მოსახლეობა. ამ კომისიაში ეს ამდენი თანამშრომელი ახლა თვითონ სამსახურსაც ატყავდა. აქ მოხდა, როგორც ასე თუ ისე ართმევენ თავს. შემდეგ ამ კომისიის მერე უნდა ავიდეს მერის მთავრობას. ამ მთავრობაში მიზეზების რაღაც მიზეზების გამო ხან ტარდება, ხან არ ობიექტური თუ სუბიექტური, რა ვიცი, ყველანაირი მიზეზების გამო ხან კვირაში ერთხელ ტარდება, ადრეც ესე იყო, შეიძლება ორჯერ ჩატარდეს ამჯერ, მაგრამ მაინც რაც არ უნდა გამოდიებას მოინდომოს კიდევაც მერიამ, ყველაფერს ამას სჭირდება დრო. ფაქტურად მინიმუმ 1 კვირა 10 დღე ეს პროცედურები გრძელდება. სულ ყველაზე კაი შედეგი ერთ რომ აი რაღაც ძალიან მოინდომოს გამგებლებმა, გამგებლებს ფაქტურად თანხა აღარ აქვს, თოსუ აქვს 12000 ლარი, 12000 ლარი რას უნდა მოახმარონ წავლებს, უნდა მოახმარონ აგერ ხარიშხალი იყო გუშინ წინ სახურავები ახადა და ეგრევე ხალხი მოვიდა ითხოვს ამ დახმარებას. აქ უკვე სახურავებს მოხმარდეს უამრავი პრობლემაა შეგნე ეს 12000 არაფერში არ ყომის. ამიტომ დამოკიდებული გავხდნა ყველაფერი ისევ ამ მერის და კაცარავის სამსახურზე და ჩემის აზრით ეს ავადმყოფობა ყველას კარგად მოეხსენება არ არის ეს მოდით დავანებოთ ყველანაირ პოლიტიკურ კინკლაობას გადავიდეთ და ჯანმრთელობა ელემენტარულად ყველაზე მარტივი კუჭი რო ატკიდება ადამიანს მაგაზე მეტი აიეული ავადმყოფობა ახლა აღარ არსებობს იმასაც კი დროულად 12 წამალი ერთი კვირის მერე რომ ეცერა ხო არ გაძლევს მტკივილით მოკვდება ადამიანი და მით უმეტეს არის ისეთი ოპერაციები რომელიც გადაუდებელი ოპერაციებია განსაკუთრებულად სიმსივნე დაავადებული ძალიან ბევრი ხალხია რომელიც ახლა პირადად ჩემთან მოდის შუამდგომლობის სათხოვნად რომ გაუწიოს შუამდგომლობა და აქ ვერანაირად ვერ დაიწყეს და ვერც ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ყოველ შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში ერთი შემთხვევას ვერ იტყვის ვერავინ რომ მე პოლიტიკურად როდისმე ერთი ადამიანს კი გამომირჩევია ან როგორ უნდა გამოვარჩიო ადამიანი როდესაც სიცოცხლეს ებრძვის პოლიტიკური კუთხით მაგ დროს არც ეკითხები ვინ არის როგორც არის ყველანაირად ცდილობ რომ მიეხმარო მაგრამ ეს დახმარება ადრე თუ ჩვენ უფრო ადვილად ვაკეთებდით ამ გამგეობასთან თანაშრომლობთ ეხლა გართულდა და ეხლა ახსნა საკრებულოში ჩვენმა კოლეგებმა მოწინააღმდეგე ეგრეთ წოდებული პარტიიდან
ამიხსნეს ესეთნაირად რომ რომელიღაცა გამგებელს თხოვე და ეს ორი არ დააფინანსა ეს ორი ოპერაცია თუ ჯერ ერთი რომ ახლა უამრავი ოპერაცია თუ წამალი ყველას ვერ გაწდება დღეს როგორც მონაცემები არის ცნობილი დაახლოებით რაც წერილები შედის სადღაც 15-20%-ზე მეტი ვერ ფინანსდება იმიტომ შეუძლებელია მაგრამ ჩვენ გქონდა ესეთნაირად გადაწყვეტილება ყველა გამგებელთან თანაშრომობდით და მათ შორის მონაწილეობას ვიღებდით რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩართულიყო საკრებულოს დეპუტატი ამ გამგეობის მუშაობაში მაინტერესებდა ყველანაირად რომ ყველას გაწვდომოდა რაღაცა დონის დახმარება ჰქონდა განსაზღვრული იმის ზევით უკვე ვეღარ ადიოდა აი მაგალითად მშობიარობა ხანდახან ზოგს მოაქვს ვიპ მშობიარობა ზოგს უნდა ვიპ პალატაში დაწვეს იმაში დაწვეს მაგრამ რაც ძალიან აუცილებელი 400-500 ლარი რომელიც არის სოციალურად დაუცველი ფენისთვის გათვალისწინებული ყოველ შემთხვევაში გამგეობა ეხმარებოდა მაგ დოზით და ეხლა უკვე ისეთი სიტუაცია რომ აი ძალიან ჭირდებოდა ხალხის უკმაყოფილება ტალღარი მოწოლილი რა და მე ესე ვიტყოდი რომ აი ძალიან რთულ სირთულეში ვართ რა და ჯობია უჯობესი იქნება რაღაცა მოგველაპარაკებინა თუ უნდობლობაა ბოლო-ბოლო ჩადაჯნეს საკრებულოს დეპუტატები ის ვინც ის მერიაში გადავნაწილდეთ და იქვე ადგილზე გაკონტროლდეს მაგის მექანიზმი ძალიან იოლია რამოდენიმე ორივე პარტიის წარმომადგენელი დაჯდეს და გააკონტროლოს იქ ხო არ არჩევს და ბატონო მაგ თქვენ მიმართეთ როგორც ცნობილია საკრებულოს ამ ინიციატივით რომ გამგეობის დონეზე მოგვარდეს ეს ყველაფერი თუ იყო რამე გამოხმაურება საკრებულოს უმრავლესობის როგორ არის იცით ეხლა ერთ-ერთმა დეპუტატმა ჩემმა კოლეგამ რომელსაც ძალიან დიდ პატივს მაგრამ მართალია ჩვენი შეხედულება არ ემთხვევა პოლიტიკური მაგრამ პირველად კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ესეთი რამე მითხრა რომელიც აბსოლუტურად სისულელია ახლა მე რა ვიცი ექიმი ხო არა ვარ პროფესიიდან გამგებელი ექიმი ხო არ არის ისეთი ოპერაციები რომელიც გადაუდებელია რომელი ავადმყოფობაც შეიძლება სწრაფად დაფინანსდეს ის გამგეობის 12000 ლარიდან გამოყავით მაგრამ ეს აბსოლუტურად ვინ იცის შეიძლება ძალიან უდან პირველად უნდა გადმოვარდა ამის წინებზე ჩემთან მოსახლე და ის გარდაიცვალა და ახლა მაგას ხო ვერ გათვლის ან შეიძლება სიმსივნე დავადებაზე ადრე ან ძიმე დავადებება ვისაც აქვს იმაზე ადრე გარდაიცვალოს ესეთი ადამიანი ვისაც არ ელოდება აი რამოდენიმე შემთხვევა იყო ვინც მოგმართვა და ვეღარ მოუსწარეთ ან კიდევ ყველაზე დიდი უბედურობა ის არის რომ აი ეს სირთულე უბრალოდ ამ იმაში რომ 2-3 დღე ეს განმავლობაში ადამიანს ესაჭიროება ოპერაცია. ამ ოპერაციას რო გაიკეთებს, ის იღებს საბანკო ვალე აიღო, რამოდენიმე შემთხვევა ქონდა ესეთი საბანკო ვალე აიღო, ოპერაციამ ჩაიარა და ფიქრობდა როგორც კი ამასობაში მოუსწრებდა ეს დახმარება, ვერ მოუსწრებდა ფაქტურად მე უკვე რო გამოწერეს ამოტყობაში ვეღარ იურიდულად ვეღარ ეხმარება ეს უფლება აღარ აქვს მერიას არც იმას თაღა ჩაურიცხოს და ამ ადამიანს დარჩა ვალე. ამ ხალხს ისედაც უჭირს ძალიან ძიმე სიტუაციაში ცხოვრობენ და პლუს ამას რომ ემატება ეს რიზი დახმარება შეუძლია იმასაც ვეღარ ვეხმარებით დროულად. ჩემი აზრით ძალიან დიდი სირთულეა და აი ეს დროულად უნდა გადაწყვეტოს ორი აქ რამდენი ხარეც არ უნდა იყოს აქ უნდა შევთანხმდეთ რომ ამ შემთხვევაში მხარე არ უნდა იყოს აქ ყველა ერთად ზეუნა ვიყოთ იმიტომ ეს ეხება ადამიანების ჯანმრთელობას ადამიანის ჯანმრთელობა ისედაც ძალიან ცოტა მოსახლე დავრჩით საქართველოში და ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ იმიტომ დღეს ხო ხედავთ როგორც არის პოლიტიკურადაც დღეს ერთად ვართ ხვალე სხვადასხვა ბანაკებში ვართ მე ისევ ერთად ვიქნები და ეს პოლიტიკოსების თემა ყოფილა აქეთ ეკითხება და ამას ხალხი ვერ დაელოდება და ვერც გაუძლებს მოიცი ჯანმრთელობა ამიტომ ჩემი თხოვნა რომ ყველაფერს თავი დავარებოთ ამ შემთხვევაში გავერთიანდეთ ერთადერთი საღი აზრი მივიღოთ რომ დაუბრუნდეს ისევ ამ გამგეობებს და კონტროლი იყოს კაცრი ის კაცრი კი არა შეიძლება მე პირადად ჩემ თავზე ვიზღებ რომ 4 თვის განმავლობაში ვერ იტყვის ვერც ერთი მოქალაქე მოსახლე ჩემი პირადად რაც მე მეკუთვნო და ვინმე მომართა და მე იქ პარტიულ ნიშნით გავარჩიე და არ დავეხმარე რაც შემეძლო და არ გავაკეთე ისე გაკეთება შემეძლო მადლობთ კეთი თქვენს რაიონში რა პრობლემები არის და რა არის ეს ყველაზე ძირითადი გამოწვევები რის წინაშე მოსახლეობა დღესდღეაც ძირითადად მოგეხსენებათ რომ პოლიტიკურმა კინკლაობამ წალეკა საინფორმაციო სივრცე პოლიტიკოსები ერთმანეთში დაობენ, კინკლავენ, ინტრიგები, მაგრამ ამ ფონზე ყველაზე მეტად ზარალდება მოსახლეობა. როდესაც მე ვხვდები ჩემს ამომრჩევლებს, ისინი მათი ძირითადი მოთხოვნა და ინტერესები არის გზა ექნებათ თუ არა დაგებული, მოგეხსენებათ რომ 10 წლის წინ უარესი მდგომარეობა იყო და ამაზე ყველასთან ხვდებით, მაგრამ ეხლა ყველაფერი ითხოვს განახლებას და ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი ქალაქში.
მათ შორის აი დღეს მოვდიოდი ახლა თქვენთან სტუდიაში და რომარავ თქვენი პროდიუსერი, რომელმაც თხოვა რომ მანქანა შემოსულიყო ახლა ტელევიზიის ტერიტორიაზე, უბრალოდ არ ვიცოდი სად გამეჩერებინა მანქანა, იმიტომ რომ არის პარკინგის პრობლემა. თუ ეს არ მოგვარდა, არ შეიქმნა მრავალსართულიანი პარკირების სისტემა, ან მიწისქვეშა პარკირების სისტემა, უბრალოდ შეიქმნება საცობების ქალაქი. და ეს ხელს უშლის როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც ავტომანქანით სარგებლობენ, ასევე ქვეითად მოსიარულებს. ამიტომ აი ეს ყველაფერი პოლიტიკური კინკლაობა, ერთმანეთზე შურისძიება ეს აზარალებს პირველ რიგში თბილისელებს და ზოგადად საქართველოს მოსახლეობას. კეთ როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობის მიმართულებით, რა მდგომარეობა არის დღეს, რამდენად აქტიურები არიან ახალგაზრდები და აქვე ესეთი კითხვაც მინდა დაგისვათ, თბილისის ახალგაზრდებს განსაკუთრებით რა აწუხებთ დღევანდელ დღეს? მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს ტარდება თბილისში ოლიმპიადა, სპორტული ოლიმპიადა და ფიქრობ, რომ ამაში ახალგაზრდები ისედაც უნდა იყვნენ ჩართული და ჩაერთვებიან და სწორედ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ თბილისი გახდეს ტურისტული ახალგაზრდებისთვის საინტერესო ქალაქი და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ ძირითადად გადავერთოთ საქმეზე, რაც შეეხება ახალგაზრდებს ახლა მოვიდოდი სტუდენტებთან ვიყავი შეხვედრაზე და მათი მთავარი საზრუნავი და პრობლემა არის ის რომ ვერ იხდიან სწავლის გადასახადს. ის რომ როგორ დასაქმდებიან შემდეგ, როდესაც დაამთავრებენ უნივერსიტეტს. დასაქმების პრობლემა, რომელიც თავისთავად გამამდინარეობს იქედან, რომ ჩვენ გვჭირდება განათლებული ახალგაზრდები და რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა უნდა ქონდეს. არა აქვს ამას მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნება ის და სწორედ ამაზე არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ აქცენტი, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს დასაქმებული, მათ უნდა გქონდეთ საშუალება, ეხლა ჩვენ ვაპირებთ მერიაში სტაჟირების პროგრამის გაკეთებას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული გამგეობის მუშაობაში, სხვადასხვა სამსახურებში, ხელი შეუწყოთ მათ დაფინანსებას, იგივე სწავლის გადასახადი, რომელიც ძალიან ბევრი სტუდენტი მე როდესაც ვაბარებდი უნივერსიტეტში, ბევრად უარესი მდგომარეობა იყო ზუსტად 10 წლის წინ, მაგრამ ეხლაც პრობლემაა, აი როდესაც ხვდები სტუდენტებს, მეუბნებიან, რომ აი ვერ ფარავთ სწავლის გადასახადს. ამიტომ აი ეს პოლიტიკურ კინკლაობას უნდა დავანებოთ, რაც შეიძლება მალე თავი და მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომელსაც კონკრეტულად ჭირდებათ ჩვენი დახმარება და შევქმნათ შესაბამისი გარემო. იგივე შესაბამისი გარემო მათი სრულყოფისთვის სტიმული უნდა მივცეთ ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მეტი. აი ეს ყველა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კიდე კეთი რა არის იცით? ჩემის აზრით, ალბათ მე დავამატებ უბრალოდ მათ ძირითადად უნდა მოხდეს როგორღაც ეს არ ვიცი, მაგრამ ძალიან სერიოზული საფიქრია რა, ვიცი, დღესდღეობით ვისაც შესაძლებლობა აქვს მარტო იმის შვილები არიან და ამ დროს არიან გაჭირებული ოჯახები, რომ უნიჭიერესი შვილები ყავთ და რა აქცენ ეს შესაძლებლობა რომ გამოავლენოს, ამ ნიჭიერი ხალხის დღეს საქართველოში ყველაზე სერიოზული პრობლემაა საკადრო პოლიტიკის პრობლემა, აი კადრები ფაქტურად სპეციალისტების ნაკლებობა ყველა დარგში ხო თითქმის არ არის სერიოზული კადრი, ეგ იმიტომ რომ ვინც შესაძლებლობა აქვს ძირითადად მიდის უცხოეთში იქიდან ჩამოდის კი, მაგრამ აქ არის უამრავი ადამიანი, რომელსაც არ აქვს იმის შვილები არიან უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან, ახლა ჩაიჩემობაში რამდენია, მაგრამ ვერანაირად ვერც სწავლის საფასურს უხდიან და შეიძლება რომ განვითარდეს და ისეთი ადამიანი გახდეს, რომელიც მომავალში ქვეყანას გამოადგება და ამ დროს მისი ფინანსური რესურსი ვერანაირად, ამიტომ ვერ ვეხმარებით რა ასეთ ადამიანებს და ყველანაირად ქვეყნის ალბათ პირველი საზრუნავი უნდა იყოს, რომ აი ესეთ ადამიანებზეც გაკეთდეს აქცენტი, რომ ნებისმიერი ადამიანის შვილი ვინც არ უნდა იყოს ის, როდესაც ნიჭიერი არ უნდა დაიკარგოს, ეს ნიჭიერება არ უნდა დაიკარგოს ქვეყანაში მოკლედ და ბოლო-ბოლო ეგრე წოდებული ეთქვა ბობოლაშვილები კი არ უნდა იყვნენ ქვეყანაში, მარტო უნდა იყოს აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის შვილი სწავლის მიმართ, აი რაშიც ახლა კეთი არის ჩართული და ძალიან აქტიურია მაგ დარგში და ჩემი აზრია ეს რომ უბრალოდ მე ყველაზე გაჭირებული რაიონის დეპუტატი ვარ, რო ეთქვა ნაძალადების რაიონი იმ თავიდან იყო მშრომელთა რაიონი, ლენინის რაიონი იყო და სულ მშრომელი ხალხი ცხოვრობდა და ამ რაიონში ძალიან იგრძნობა ეს გასაჭირი. ყველაზე ძალიან იგრძნობა ჩვენსკენ
ეს პრობლემა სერიოზულად დგას და ამ დროს რომ შეხვდები ახალგაზრდებს მართლა თქვენი გადაენილი ახალგაზრდები არიან ჭკუით რა რო იტყვიან და აზროვნებით და სული და გულით ყველანაირად გვერდზე გიდგებიან მაგრამ რა ქნაც და ჩვენც არ აქვს ეს შესაძლებლობა რაღაცა უნდა მოვიძიოს სახელმწიფომ რაღაცა უნდა შექმნას არ ვიცი ახლა ზუსტად მაგ კუთხით სერიოზული სამუშაო იქნება რომ ეს ნიჭიერება არ დაიკარგოს. მადლობ ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს მაყურებელს შევახსენებ რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ გადართოთ ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია მე შეგახსენებთ რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემა ეთმობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენი სტუმრები არიან თბილისის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქეთევან ქოჩურაშვილი და მამუკა გუგეშაშვილი. ქალბატონ ქეთი ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვსაუბრობდით ახალგაზრდულობის ჩართულობაზე და ამიტომაც მინდა კითხოთ რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა პოლიტიკაში და როგორ შეუძლიათ მან თუნდაც საკუთარი ქალაქის პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება. პირველ რიგში დავიწყებ იმითი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ნაციონალურ მოძრაობაში შეიქმნა ქალთა ორგანიზაცია. ჩვენ ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციები ამის გამო გვაკრიტიკებდნენ, რომ არ არსებობდა ასეთი ორგანიზაცია და ხშირად ქალებს არ ეძლეოდა საშუალება, ისინი ასე თვლიდნენ, რომ ყოფილიყვნენ აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთი პარტია, რომელსაც რომ აქტიურად ყავს წარმოდგენილი ქალები პოლიტიკაში. მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია ამისთვის განათლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისთვის, მათ უნდა მიეცათ მეტი სტიმული და ისინი უნდა იყვნენ დასაქმებულები. იმიტომ რომ უმუშევრობის პრობლემა, დასაქმება ეს არის ერთ-ერთი ძირითადი, რაც აწუხებს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს თბილისში და ზოგადად საქართველოში. ამისთვის უნდა მოვახდინოთ ბიზნესის ხელშეწყობა მაქსიმალურად. გადასახადების შემცირება ბიზნესისთვის. აი წარმოიდგინეთ ახლა ხშირად დაობთ ხოლმე იმაზე, რომ როგორ იქნება უკეთესი, რომ ბიზნესმენმა გადაიხადოს ფული ბიუჯეტში და ეს ბიუჯეტი მერე კაცმა არ იცის ხშირად რას მოხმარდება და ბიუროკრატია არსებობს მერე ამასთან დაკავშირებული, თუ ბიზნესმენს შეუმცირდეს გადასახადი და ეს ფული, რომელსაც ის დაზოგავს, შემდეგ მოახმაროს ადამიანების დასაქმებას, მათთვის ხელშეწყობას, მათი განათლების ამაღლებას, აი ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ გადასახადების, საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირება და ვფიქრობ, რომ ეს რეალურად შეუწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას და მის წინსვლას ვფიქრობ, რომ ბევრი ბიზნესმენი იქნება ამით დაინტერესებული. შემდეგ ეს გამოიწვევს უკვე პარალელური პროცესია. შემდეგ ეს გამოიწვევს უამრავი ადამიანის დასაქმებას, პროფესიონალი ადამიანების სამსახურში მიყვანას. ეს კიდევ ერთი რაღაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურში აყვანა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი შეიძლება დაარჩიეს შემდეგ სამსახურის გარეშე და სწორედ აი ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ მაგრამ ადამიანებსაც უნდა ისწავლონ ის, რომ ის უნდა იყოს საჭირო კადრი, იყოს შესაბამისად მომზადებული და შემდეგ გაჩნდეს მოთხოვნა მასზე. ჩვენ გადაცემაში არაერთხელ გვეკავშირდება მაყურებელი, რომელიც აცხადებს, რომ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამუშაო ადგილებთან დედაქალაქში და ისინი აცხადებენ, რომ იმის გამო, რომ შეჩერებულია მშენებლობები, ასევე სარესტავრაციო სამუშაოები, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური აი ამ მიმართულებით. რეალურად რა მდგომარეობა არის დღეს ამ კუთხით? რეალურად ფაქტურად როგორ არის იცი დღეობით ჩემის აზრით პირველი ამოცანა დღეს ადამიანების გახდათ დასაქმება. უკვე ქვეყანაში იმდენადაც არის უკვე იმდენად გაჭიროება რომ ამ დასაქმებაზე თითქმის ყველა ადამიანი უკვე გადავიდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება გამოკითხვის შედეგად ხალხთან ურთიერთობის შედეგად ჩანს უკვე გადასულია რაღაც მეორე მესამე ადგილზე. ამ დროს როდესაც პირველ ადგილზე უნდა იყოს ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაგრამ იმდენად უკვე გაჭიროება რომ ყველა თავის თავზე და თავის ოჯახზე ფიქრობს. მაგრამ საერთოდ ძალიან მაგრა ხუჭით ადამიანებს და თუ ჩვენ პირველი ნომერი ამოცანათ ჩემის აზრით დღესდღეობით
ქვეყანაში ნებისმიერი პარტიისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა. ნამდვილად სწორებ ზანა ქეთე, რომ 5% საშემოსავლოს რომ მოვაკლოთ, ასევე აქსიზებს რომ მოვაკლოთ სადღაც დაახლოებით მთლიანად აქსიზური გადასახადები რომ გავაოქმოთ საწვავზე და გაზზე. ეს გამოიწვევს სადღაც 25 თეთრით გაიაფებას საწვავის და 8 თეთრით გაზის გაიაფებას რა მინიმუმ. და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აქ ავტომატურად შეღავათი ექნება საწარმოებში ბიზნესმენებს, აქ საწარმოებში რომ განთავისუფლდება თანხები, განთავისუფლდება თავისთავად უკვე ის დაიწყებს მომავლისთვის ზრუნვას, განვითარებაზე ზრუნვას და განვითარებაზე ზრუნვის დროს ავტომატურად დაჭირდებათ კადრი. და ეს კადრი უკვე არ უნდა ირჩეოდეს კეთილ სწორებ ზანად, არ უნდა ირჩეოდეს განემით, რომელი პოლიტიკურ ძალას ედგა არჩევნების დროს და მოყვებოდა იმ გუნდს, არამედ უნდა იყოს პროფესიონალების მიხედვით და იმის და მიხედვით, ვინც შეძლებს ამ ბიზნესის განვითარება შემდგომში. და ბიზნესმენების უმეტესობა დღეს ფაქტურად თავისუფალთან არჩება, ამიტომ დღეს ბიზნესი არსებობს, როგორც იცით, ფაქტურად არსებობისთვის რო იტყვია რა. განვითარებაზე ვერც ერთი ბიზნესი ვერ ფიქრობს, აი მე თითქმის უმეტეს ბიზნესმენებს ვიცნობ, მეგობრები არიან ძალიან დიდი სერიოზული ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ყველა არის გადარჩენის უმეტესობა დაახლოებით 90% გადარჩენის არის დაკავებული არა იმით, რომ განვითარდეს და განვითარება თუ არ მოხდა ქვეყანაში, ვერანაირად ვერ წავა ელემენტარულად. აი ეს ვერ ხვდები, აი ჩემთან მაგალითად ნაძარადევში გაჩერდა ხიდის შენებლობა, გაჩერდა რკინიგზა, გაჩერდა რკინიგზის გაჩერებამ, ამხელა ინფრასტრუქტურული მშენებლობების გაჩერებამ გამოიწვია უმუშევრობა. თავისთავად აქ დიდი თანხა ჩაიდებოდა, დაკავდებოდა ელემენტარული მუშა დაჭირდებოდა ბიზნესმენს, მუშა წავიდოდა სადღაც რესტორანში შეჭამდა, სასადილოში ისადილებდა, იგივე ტაქსით იმგზავრებდა. ეს ყველაფერი ერთმანეთს ჯაჭურად არის გადაბმული, ეს ყველა ადამიანს როგორია იცით, აი ხიდი გაჩერდა მე რა, ან გაჩერდა რკინიგზა მე რა. ამ დროს ზუსტად იმ გაჭირებულ ადამიანს უფრო მაგრად ხვდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს, იმიტომ რომ ის გაჭირებული ადამიანი ხელფასის სახით მაინც აიღებს რაღაც თავის შრომით მოიპოვებს, ის თავის შრომით მოპოვებს, მე ავტომატურად მაღაზიაში შევა, მაღაზიის გამყიდველი, ან მაღაზიის მეპატრონე წავა, მე რესტორანში იქებს, რესტორან ტაქსით წამოვის და თრება მე ან იქეიფებს, ან რაღაც ნასვამ მდგომარეობაში ჩადგება და ყველასთან შემოსავალი უკვე ყველა ოჯახს ეხება და ამ დროს, ოდესაც ესეთი ძალიან დიდი ნიშნული პროექტები ჩერდება, როგორიც არის რკინიგზა, ხიდები, აი ჯერ ერთი რომ მოსახლეობისთვისაც კი ძალიან კარგია და მეორე ბიზნესთვისაც ძალიან ცუდია. ჯერ ელემენტარულად რკინიგზა მე მაგალითად ნაძარადევში ჩემთან კირპიჩკას ეძახიან, ესეთი უბანია. ამ კირპიჩკის ქვეშ გადის მთელი ეს რკინიგზა რა. ეს სახლები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თითქმის ავარიულია ნახევარზე მეტი. ნაძარადევი გამოირჩევა მეწესდრი დაზარალებული რაიონის ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი პროცენტი მაგ რაიონში იყო რა, ყველაზე მეტი ბინები და ეს ბინები ისედაც ის კი არა ტრამვაის ლიადაგებია იყო, ისინი აყაყალებდნენ, წარმოიდგინეთ ეხლა რკინიგზა რა დღეშია, თითოეული მატარებლის გავლა ამ ოჯახში რაღაც შიშის ფაქტორს ბადებს და ორი მომენტია ამ დროს. ერთი რომ მოსახლეობისთვის კარგია და ეს რკინიგზის გარეთ გადატანა და მეორე ის რომ ბიზნესით განვითარდება და ბიზნესის გარეშე დღეს დამიჭერეთ. რა პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს, ვინც არ უნდა აძახოს ერთმანეთს, გინდა 9 წელიწადი და გინდა 15 წელიწადი, ვინც არ უნდა სხვის წარსულზე ილაპარაკოს. ვერც ერთი ხელმეორედ რომ მოვლენ ნაციონალები და ჩვენ ერთად გავიმარჯვოთ კიდევ ჩვენც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებით თუ აი ეს პრობლემები არ გადავჭერით. იმიტომ რომ სერიოზული დღეს არავის არ აინტერესებს, მოსახლეობას არ აინტერესებს, არც ოცნება, არც ნაციონალი და არც კიდე სხვა პარტიები, მაგათ აინტერესებს დასაქმება და ყველაზე ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა კიდევ ვალე აქ ნახევარ საქართველოს თუ არა 7 მილიარდამდე არის ოფიციალური მონაცემებით კერძო ვალე და საბანკო ვალე და ამიტომ ეს ჩვენი მიზანი იქნება ბიზნესი რო წავა იქ შემოსავალიც იქნება ბანკის ვალსაც გადაეხდის დელალინა გამოთავისუფლდება და ქვეყანა იქნება თავისუფალი და განლაღებული და ერთმანეთი ისე გვეყოლება რომ პოლიტიკოსები საერთოდ არავის აღარ ემახსოვროს და ყველაზე ჩემი მაგალითად მართლა ოცნება იქნება ნაციონალურ ოცნებას დავარქვევდი ამას ეს იქნება რომ მომავალში საერთოდ პოლიტიკოსები იყვნენ ძალიან მცირე და ხალხს ერთმანეთი უყვარდეთ და არ იყოს ის ზიზღი რომ პარტიებად დაგვიყოს და ჯგუფებად დაყოფილიყოს და გახარებული ერი გვენახოს. კიდევ ერთი აქტუალური საკითხი რომელიც მოსახლეობას აინტერესებს ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტი და როგორც ვიცით 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი ავტობუსებისთვის საჭირო თანხა რა ელის იმ ადამიანებს ვინც აი ამ ტრანსპორტით სარგებლობს ანუ როგორ იქნება მოხდება შეკეთება თუ ამორტიზირების შემთხვევაში რა ელის ამ ავტობუსებს პირველ რიგში რაც უნდა მოგვარდეს ეს არის ქვეითად მოსიარული ადამიანებისთვის
მაქსიმალური კომფორტის შექმნა. ანუ ქვეითად მოსიარული ადამიანი გულისხმობს ადამიანს, რომელიც მოძრაობს სხვადასხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა და ძირითადად მოსახლეობას როდესაც ხვდებით, ისინი გვეუბნებიან, რომ ჭირდებათ დამატებითი სატრანსპორტო საშუალება, რომ გადაადგილდნენ. ასევე კომფორტული უნდა იყოს, ხო, მათთვის მგზავრობა და როდესაც ის ქალაქში მოძრაობს იგივე სკვერი, ბაღი, ან ყველანაირი კომფორტს უნდა უქმნიდეს მას, რომ ქალაქში იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და დაცულად. იგივე უსაფრთხოება ქალაქში არ ნიშნავს მხოლოდ პატრულის მანქანა დარბოდეს და ეს არ არის უსაფრთხოება, მხოლოდ ადამიანი როდესაც გამოდის გარეთ, ის უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ ტრანსპორტში, უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს სკვერში, რომელიც იქნება განათებული, მოწესრიგებული. ფიქრობ, რომ აი ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის შემდეგ განცდას ადამიანებისთვის, რომ მათ თავი დაცულად იგრძნონ თავიანთ ქალაქში. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, მაგრამ აი ამ იგივე ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, რომ უფრო პოლიტიკური პროცესი იყო, ვიდრე რაღაც კონკრეტულ ბიუჯეტის თემასთან დაკავშირებული კამათი, ფიქრობ, რომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ თბილისელები იგივე ტრანსპორტის თვალსაზრისით. მადლობთ, მემატყობინება, რომ ჩვენ მაყურებელი დაგვეკავშირდა, მოусმინოთ მას. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. ახლა თვითონაც ვთქვენ და მე ახლა ვიენჩავთ და გვარი ვეგავიდე მამაკაცის თქვენი სტუმრის და ძალიან აი კმაყოფილება მივიღე, სიამოვნება მივიღე ასეთი ადამიანები, დღეს იშვიათი არიან. მოსახლეობის 80%, 90% უფრო მეტი, ხო? ამას ცდილობს და ამის დიდძვის და ამის სურვილი აქვს, რომ ყველაზე დიდი დაფინანსება ქონდეს რაიონის გამგებლობას ქონდეს, იმიტომ რომ გამგებელი და გამგებლობის თანამშრომლები ყველაზე ახლოს არიან მოსახლეობასთან და ყველაზე მეტად იციან მათი გაჭირვება. რატომ შეზღუდეთ რისის მარტო თვითონ რაიონებენ გადაწყვეტილებებს მოსახლეობასთან შეეკითხა. მე მაგალითად კანისის რაიონში ვცხოვრობ. ჩემი რაიონის გამგებელმა ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვილმა სულ იცით ჩემი ოჯახის გაჭირებას, უბედურებას, ის ბედნიერის რემონტის თუ რამე გაჭირება მაქვს, მე ტელეფონით ურიგავს მობილურზე და ვეუბნები ქალბატონო ხათუნა, აი დღეს ჩემთვის არ აქვს საჭმელი, დღეს ჩემთვის არ აქვს წამალი და ასე შემდეგ. ძალიან სწორად გაითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში გამგეობები დაფინანსდნენ. გამგებლობის დაფინანსება. ნამდვილად, რა ვიცი, სწორი აზრია და ადამიანები შიგნით უფრო გძნობენ სიტუაციას. მე აი ზუსტად მაგას ვიზახდი ყოველთვის, რომ არასწორი თავის ხელმძღვანელობასაც კი არასწორი ინფორმაციასაც აძლევენ ზოგიერთი ჩვენი კოლეგებიც კი, როდესაც არას შეცდომაში იყავთ მისი ზემდგომი ხელმძღვანელები, როდესაც აი ესეთ შეცდომაში აკეთებენ ამდენი ხნის ბიუჯეტის გაჭიანურებას, ყველანაირად ხელი შეეშალათ მოსახლეობას და თვითონაც არ არის ეს კარგად დამიგეთ, თვითონ არის რაღაცა რაზეც შეიძლება ვაჭრობა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ნიშნით გულების დაწერა, მაგრამ დღეს მოსახლეობაზე, გაჭირვ მოსახლეობაზე ამ აქცენტის გადატანა და გაჭირვ მოსახლეობის ვაჭრობა ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი ვინც არ უნდა იყოს, ერთი იქნება თუ მეორე, მე მაგას ვერ დავიტან და ხშირად მესმის ხოლმე რაღაც აი გაუთავებელი კეკლავა და დამიჯერეთ, რომ ის რაც გქონდა, ის ცუდის ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას 20% თითქმის იგივეს აგრძელებენ ესენი და ის კარგი რაც ქონდა 80% ჯერჯერობით დაკარგულია და მე ვცდილობ რომ არანაირი პოლიტიკური პარტიები კეკლობაში აღარ გადავიდეს და განვითარდეს ქვეყნის მომავალი და როდესაც დაინახავს ხალხი რომ დაინახავს რომ ყველაფერს კარგად აკეთებენ აღარ უნდა ნაციონალურ მოძრაობას ბრძოლა ეს ნაციონალური მოძრაობა ავტომატურად დაიკარგება მაგრამ ხალხმა თუ დაინახა რომ მარტო ლაპარაკობენ მაშინ ყველა ვარიანტში გარდაუვალია რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება და თუ ნაციონალურ მოძრაობას ვერ გააკეთებს, ახალი ძალა მოვა და აი ეს რასაც ხეთი ლაპარაკობ და ის ძალა შექმნეს რაღაც პარტიას და
ქვეყნის მომავალი უნდა გადაარჩიოს იმ პარტიამ, რომელიც ასეთ გაჭირებულ ადამიანს ახლა რო დარეკა, იმ ხალხზე იზრუნებს და არა იმაზე, რომ თავის მანქანებზე და როგორი მობილური ექნება და როგორი მანქანი თევლის და როგორ სკამსი ჩაჯდება. მე 4 წელიწადია საკრებულოში ვარ და დამიჯერეთ, რომ ოთახი არც მომეთხოვია, როდესაც ოთახებზე ხოცავდნენ და არც მინდა. მე ძირითადად ჩემი ფუნქცია იყო ხალხთან ყოფნა და დღესაც ვცდილობ, რომ სულ მოსახლეობაში ვიყო და იმ ხალხით ცხოვრობდი, რომელიც ხალხს მე ამერჩია 4 წლის განმავლობაში. გმადლობ, ჩვენ კიდევ ერთი მაყურებელი ყავს. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ, ქალბატონო. მე ახლა უსმენ თქვენს გადაცემასა, მაგრამ სადღაც უკვე მირები ამეშალა კიდევაც. ნეტა ვიღას ატყვილებენ, ახლა ეგორი ახალგაზრდა. რომელი აი ყველას მაგერად რატო ლაპარაკობენ ეს ხალხი გიждები რომ მაგისთვის გიждდება მთელი საქართველო მაგათვის აი ყველას იმით რატო ლაპარაკობენ რატო სარგებლობენ ამითი ძალიან დიდი ბოდიში გმადლობთ. დავღნიშნო ერთი რაღაცა ის მაშინ როდესაც მე ვსაუბრობ მე ვარ დარწმუნებული იმაში რაზეც ვსაუბრობ და მინდა ჩემს მაყურებელსაც ვუთხრა რომ თბილისი არის ტოლერანტული, შემწყნარებელი და თბილი ქალაქი და ჩემი მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ თბილისმა არ დაკარგოს ეს სახე და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. მადლობ, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს, მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. არ გადართოთ ჩვენს უმალე დამბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია. მე შეგასწრებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენი სტუმრები არიან თბილისის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კეთევან ქოჩორაშვილი და მამუკა გუგეშაშვილი. ჩვენ მაყურებელი დაგვიკავშირდა, რომელსაც გასაუბრებას ურს თქვენთან მოусმინოთ მას. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ოჯახის წევრებმა რომ შეიტანეს განცხადება ზვიად განსაკუთრებით ძიების მკვლელობის დამთავრების შესახებ ჩემი მოთხოვნაა რომ ვინმე მიითხოვოს ის ამბავი რომ ხელმოწერები შეაგროვოს ამის შესახებ რომ თანახმა რომ მომხრია რომ ზვიად განსაკუთრებას მკვლელობა რაც არის მკვლელობა თუ რაც არის გამოიზიონ. გმადლობთ. ფიქრობ, რომ ამისთვის არსებობენ სპეციალური კომპეტენტური ორგანოები და ალბათ ისინი უკეთესად გასცემენ პასუხს ჩვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა ისინი უკეთესად დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას. ფიქრობ, რომ გაითვალისწინებენ და მიაქცევენ ამას ყურადღებას. მადლობთ, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. აი, როცა იქნება. გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თუ შეიძლება. გისმენთ? მაგალითად, მე არასდროს არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი, მარტო ვიყავი ერთ დროს. მარტო ვიყავი აფხაზეთის გოლი მაგეთის თავმჯდომარე თავის დროს. ამის შემდეგ არც ერთი პარტიის წევრი მე არ ვიყავი, მაგრამ მინდა ერთი რაღაცა თქვენ გაგახსენოთ. ბიზნესმენი არის ყველა ბანდიტი, თუ მას თავრობა არ აკონტროლებს. მადლობთ, გასაგებია. მე ძალიან ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც დღემდე სადაო საკითხი არის, ეს არის თბილისის ინფრასტრუქტურის პროექტები და ძალიან დიდი დავა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რა უნდა შენარჩუნდეს პარკები თუ მიმდინარეობდეს მშენებლობა. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? მე აუცილებლად გამოვეხმაურებით თქვენს მსმენელს, რომელსაც ამ ბიზნესთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესი და პოლიტიკა იყოს ერთმანეთთან ურთიერთკავშირში, მაგრამ მათ ერთმანეთს ხელი კი არ უნდა შეუშალონ, პირიქით უნდა შეუწყონ. ამიტომ ეს არის ამ ყველაფრით შემდეგ ჩვენი მოსახლეობა იქნება პირველ რიგში კმაყოფილი და რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა უნდა მივცეთ ბიზნესმენებს. მე თვითონ ვარ ამის აქტიური ინიციატორი. და დავუბრუნდეთ ისევ კითხვას, რომელიც მე დაგისვით. რაც შეეხება თქვენი პოზიცია ამ მშენებლობებთან დაკავშირებით და ზოგადად ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დედაქალაქში. ხშირად დგას ხოლმე ეს დიდ ქალაქებს ახასიათებს, ხშირად გავართ ხოლმე დილემის წინაშე.
რა უკეთესია განვითარდეს მშენებლობა, თუ ქალაქში იყოს ბევრი სკვერი, ბაღი, სიმწვანე, ეკოლოგიურად იყოს ქალაქი სუფთა, რა თქმა უნდა, ჩვენ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოხდეს ბალანსი. ესტაკადების მშენებლობა, გზების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამან არ უნდა გადაიყოლოს შემდეგ ქალაქის ეკოლოგიური განვითარება. ხშირად უცხოელი სტუმრები, ტურისტები მეკითხებიან ხოლმე, რომ აი თქვენთან არ არის ბევრი ბაღი და სკვერი და საზოგადოებრივი და საზოგადოება არის ძალიან უკმაყოფილო. ვფიქრობ, რომ ბევრი პროექტი უნდა დავაფინანსოთ იმისთვის, რომ მოხდეს ქალაქის განაშენიანება, გამწვანება ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამავდროულად არ უნდა შევაჩეროთ ხიდების მშენებლობა, რომელიც თუ არ შევუწყეთ ხელი, ნამდვილად თბილისი გადაიქცევა საცობების ქალაქად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ასევე აქტუალური საკითხი, რომელიც დღემდე აინტერესებს მაყურებელს, ეს არის ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების თემა, რაიმე სიახლეები ხომ არ არის საკრებულოს შემხრე. ჩემი აზრით მე დაუბრუნდები ჯერ პირველ თემას, ფაქტურად ეს ერთნაირად არის, რომ როგორც ევროპაშია არ არსებობს რაიმე შენობა და არ იყოს ის გამწვანებული. ფაქტურად ორივე უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, აი კერძოდ ჩემობაში დგას ეს, რომ აი რამოდენიმე სულ ყველას ავტოფარეხები. ეს ავტოფარეხებზე მეზობლები ზოგი ეთხოვენ სკვერს, მე მედის დავარ ზოგს არ უნდა ეს ავტოფარეხი შეენარჩუნოს, ოს უნდა სკვერი. ფაქტურად ყველაფერი სკვერი იქნება, გამწვანება იქნება, თუ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ამ დროს საჭირო არის აუცილებლად ის ლამაზი განახლებული მშენებლობა, უნდა მოვიზიდოთ ტურიზმი. რაც შეეხება ხრუშჩოვკების თემას, ჩემი აზრით ეს თავიდან ბოლომდე ეს არის ჰაერი. არავით არის მაგის, იმიტომ ჩახედული ადამიანები არ არიან აქ, არავით არის 600 მილიონი დროთა განმავლობაში დავიწყოთ იძახი არის 600 მილიონი კი არა, აქ 6 მილიონი კი არა და 600 მილიონი კი არა, უზარმაზარ თანხებზე ლაპარაკი და მარტო თანხებზე არ არის, აქ არის ელემენტარულად ამ ხალხის პირობების შექმნა. აი ჩემთან ერთ-ერთი თემა არის გურამიშვილის 72 ესეთი ბინა არის, რომელიც დღემდე არის მე მგონი ეგეთი ავარიული შენობა დღეს თბილისში არ იქნება. არის ფაქტურად მოსახლეობა იქ უკვე აღარ ცხოვრობს, გადასულები გამგება ქირაობს, უხდის ამ გადასახადებს, მაგრამ ჩნდება ძალიან დიდი თანხები. უნდა მოიზიდოს ინვესტორი, დათვალეს. ამ დროს უკვე მოსახლეობის აზრით ჩნდება თავისთავად მადა მოვიდეთ მოსახლეობასაც და ინვესტორსაც. ინვესტორი თანხას არ ჩადებს, თუ რამე მოგება არ იქნა. ამ დროს როდესაც აქ ელემენტარულად 50 და 60 კვადრატული ბინა, იმას ყოველთვის უნდა ყველა ადამიანს უნდა გაფართოება. და ეს უკვე იწევს ურთიერთ გამომრიცხავი რამე ხდება და აქ ხდება მე გელაპარაკებით ერთ საცხოვრებელ კორპუსზე. როდესაც ფაქტურად ამდენი ხნის განმავლობაში მეც აქტიურად ვარ ჩართული, იქნება მოვეხმარო რამენად ვინმე მოვიძიოთ ინვესტორი, რომ ამ ძალიან მართლა გაჭირებულ ადამიანებს მევეხმარო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ფაქტურად ისინი ძალიან აქტიურობენ, ჩვენც აქტიურობენ და ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოუხერხეთ. ერთ-ერთ ჩვეულებრივ ხრუშჩოვკაზე გელაპარაკებით. და აქ რომ წარმოიდგინეთ, ამდენი ესეთი თემები ჩაერთვება, აქ მე მგონია, რომ მე არც ის მჯერავს, რომ ფაქტურად ის არაბი ალბათ დროთა განმავლობაში გამოვლინდება და ზუსტად ეს არის ადამიანის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ ბოლო-ბოლო დრო მოვიდა და ძალიან ხალბადობას გაურანძღა, მაგრამ მე ყველა სახელით ნამდვილად ავლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ჩემი სახელით, რომ დრო მოვიდა, რომ მართლა საქმე ვაკეთოთ ლაპარაკის ნაცვლად და არა ვილაპარაკოთ და ხალხის ნერვებზე ისედაც ნერვები მოშლილ ადამიანებზე კიდევ უფრო ნერვები ამოუშოროთ იმ ხრივ, როდესაც ადამიანს იმედს მიცემ, აი რაც დაემართათ რა დღეს, იმედის შემყური ადამიანი უფრო მალე მწარდება, ვიდრე მოლოდინში მყოფი, როდესაც უფრო იცის, რომ რაღაცა დროთა განმავლობაში რაღაცა შეიძლება ეშველოს და მოლოდინის რეჟიმშია, ის ადამიანი უფრო ბედნიერია, ვიდრე როდესაც შეპირდები და მე რო გადააგდებ. ამიტომ ჩემი აზრით ეს თვითონ ყველა გადაყარეს, მარტო მოსახლეობა კი არა, თვითონ ჩვენ ყველა თვითონ მთავრობა შეცდომა შეიყვანეს და ამ დროს ფინანსთა სამინისტროც კი საქმის კურსში არ იყო, როდესაც ამ პროექტებზე ლაპარაკობდნენ. ეს ჩემთვის პირადად მე მგონია, რომ თავიდან ბოლომდე იყო საიღანო ხაერიდან მოტანილი ამბავი. მადლობთ ჩვენი გადაცემის დასასრულს. ორივე სტუმართან მექნება ესეთი კითხვა, სულ უფრო ნაკლები დრო რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი მოსახლეობის მიმართ და რა ნაბიჯებით გეგმავთ სხვა პარტიების კანდიდატებისთვის კონკურენციის გაწევას? ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეს კონკურენცია, როდესაც ვამბობ, კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი. თავარი
ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ამორჩეველი და რასაც დავპირდებით, შემდეგ ის პირნათლად შევასრულოთ. და კიდევ ერთი მინდა ჩემს ამორჩევლებს უთხრა და იმად თბილისელებს, რომ არასოდეს არ დაკარგონ რწმენა მომავლის და იმისი, რომ ამ ქვეყნად მათ გარშემო არ არსებობენ კეთილი ადამიანები. ბატონო მამუკა. მე ვფიქრობ, რომ ჩემთან არის რამოდენიმე სერიოზული პრობლემა უბანში. ერთ-ერთი არის ეს, რომ ძველი გადასახადები აქვს მოსახლეობას, დენის და კომუნალური გადასახადების ორი ლაპარაკოთ, ძალიან ძველი 15-20 წლის დროინდელი ჩარჩენილი და ეს აუცილებლად რაღაცნაირად უნდა მივიყვეს ის კანონი, რომ ეს ხალხი ისედაც გაჭირებული მდგომარეობაში ყოფს ეს გადასახადები როგორმე მოეხსნათ. მე ამ დროს ყველა გაძლევს შეკითხვას რასაკეთებთ თქვენ 9 წელიწადი. 9 წელიწადი ვიბრძოდით, მაგრამ ვერ მოახერხეთ. ეხლა ეს კიდე 9 წელი შეიძლება გავიდეს და იგივე ვერ მოახერხოს, იმიტომ არ არის ეს სახელმწიფოს დამოკიდებული, ეს არის კერძო კომპანიებია, ეს თელასის და ფაქტურა წყალის და ამიტომ მათ უნდა მოხდეს რაღაცნაირი შეთანხმება და იგივე რაღაცის ხარჯზე შეიძლება სახელმწიფომ რაღაცა დათმოს იმის სანაცვლოდ, რომ ამ ადამიანებს საბოლოო ჯამში ეს გადასახადები მოუხსნათ. ერთი აუცილებლად უნდა დავიწყოთ გზების შენებლობის მეორე ტალღა ფაქტურად პირველი ეს დამთავრებულია და არის კიდევ რამოდენიმე ქუჩა, სადაც ჩემთან მაგალითად უბანში, რომელიც ალბათ წელს ყველა ვარიანტი დამთავრდება და მესამე ჩემი მიზანი არის სპორტულ გამონჯანსაღებელ კომპლექსს უნდა გაკეთდეს აუცილებლად რაიონში, რომელიც სოციალურად დაუცველად მოსახლეობას ყველანაირი შეღავათის გარეშე მოემსახურება და დანარჩენი მოსახლეობისთანაც უნდა იყოს შეღავათი. წერან თქვენ ბრძანეთ ასევე ტრანსპორტის თემაზე. ტრანსპორტის თემაზე ჩემი აზრია პირადად, რომ ტრანსპორტის გადასახადები უნდა შემცირდეს და კიდევ ერთი რომ არჩევნების მოგებას ვაპირებ მე არა ძალადობით, არამედ სიყვარულით და ხალხმა უნდა შეგვიყვაროს და სიყვარულით უნდა მოგვცეს ხმა და არა ვიღაცის დავალებით. მადლობ, ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენი სტუმრები იყვნენ თბილისის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კეთევან ქოჩორაშვილი და მამუკა გუგეშაშვილი. მე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.